ხალილ იბრაჰიმი დიდემს დაშორდება? თვითონ დიდემი არასდროს მიატოვებს. კარიდან თუ გაუშვებენ, ფანჯრიდან შემოვა. ხო, შენგანაც ამას ველით, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოვიდა. მართალია, მაგრამ ჩემზე ბრაზობდა, მასზე არ ბრაზობს. თავარია თავს გაუფრთხილდეს, მეტი არაფერი მინდა. ზეინები მქანთან რას აპირებ? მართლა გინდა ცოლად გაყვე ადამიანს, რომელიც აჩვენებს, რომ ყოველი შესაძლებლობისას მზადაა ტკივილი მოგაყენოს. არ ვიცი რას ვიზამელებ. მეც ხვდები ქანი როგორი ადამიანია. მაგრამ არ ვიცი რას იზამს უარი რომ ვუთხრა. ცალკე კიდევ მამამისი ისქენდერი. თვითონ დაფიქრდი. მერე? დაუთისგან არაფერია? მეგონა მოირბენდა, უსაფრთხო ადგილს შემოგთავაზებდა და ხაფანგში შეგიტყუებდა. ესე იგი ისკანდერს არ უნდა დაუთი გამოჩნდეს. რა, ადამიანმა ფულზე უარი თქვა? ფულს თავს არ დაანებებს, არ მესმის რა შვება. არ მესმის. შემოდი დაუთ. აბა, რამე იპოვე? ვერა, ხალილ იბრაჰიმ. მოსაწონი ადგილი ვერ ვნახე. უნდა ვიჩქაროთ დაუთ. მეც მგონია რომ საჩქაროა. უკვე აქა. ვინ? ისკანდერი შვილთან ერთად. შენი ნახვა უნდა. ედანორ, სტუმრები არ მიიღო შვილო. კარგი, ემრე წავედით. სულ სხვა ადამიანი, რომელმაც წესები იცის. გმადლობ დაუთ. ახლა მარტო დაგტოვე. აბა? ახლა იკითხავთ ამ დილაუთენია რამ შეაწუხაო. ქანმა თქვა გუშინ ხალხმრავლობა იყო და შეიძლება სიტუაციაში ვერ გარკვეულიყვნენო. შემომთავაზა ბოლოჯერ გამეფრთხილებინეთ, რომ ცოდვა არ დამეტო. გმადლობ ქან, ძალიან მზრუნველი ხარ. არაფერს. დაუდის შვილზე ხარ დანიშნული, არ მინდა გოგო ქვრივი დარჩეს. ხომ თქვი, ძალიან მზრუნველი ხარ. არა და მე სიამოვნებით დავტოვებდი ზეინებს ქვრივს. თქვენს გამაძე სერიოზული თემები გვაქვს განსახილველი. გავიცინეთ და ვილაპარაკეთ ერთმანეთი გავიცანით და გზის ბოლომდე მოვედით. როგორც უკვე ვთქვი, რაც წაიღე, მე არ მეკუთვნის. ფლობელს მისი დაბრუნება უნდა და ბოლოჯერ გაფრთხილებს ფული დააბრუნო. მეტის გამომუშავებაში დაგეხმარება. გასაგებია? მეც მაგას ვამბობ. ფლობელი მოვიდეს და მთხოვოს ფულს მაშინვე დაუბრუნებ. მაშინვე. მომისმინე, სწორად ვერ გაიგე. საქმე არც თანხაშია, არც ფულში. იმ ხალხს ვერაფერს წაართმევ. თუ წაართმევ, პასუხსაც აგებ. იმედია, გესმის. იქნებ ველი, როდის მოვლენ და პასუხს მაგებინებენ. იქნებ იმ ხალხის ნახვა მინდა, ვინც შენს ზურგს უკან დგას. გაიგებენ, რა გინდა? თუმცა იმასაც გაიგებენ, რომ ეს მხოლოდ შენი გეგმა არ არის. რადგან ღიად საუბრობთ, შენც უმაქნისი ხარ. მე ვიღაცებს მალავ, მაგრამ შენც ბევრს აფარებ ხელს. კაპიტანო,
შენც შენობით მოგმართავ, რადგან ერთმანეთისგან არ გყოფთ. არ წყინს არა? არ მწყინს, მე შენობით მოგმართავ, რადგან უმნიშვნელო ხარ. არ გეწყინოს. კარგი. ახლა კი ჰალელ იბრაჰიმ. როგორ მოვიქცეთ? აი ასე. ამ მიწებს სარეცხ მანქანად მოაღიქვამ. წაიღე შენი ჭუჭყიანი ბინძური ფული და სხვა სისტემით ამოძრავე. წასვლის წინ ბოდიში მოუხადე ყველას, ვინც აწამე. ნაქურდალი დააბრუნე, აქედან გაქცეული ხალხი ქურდი და თავხედი იყო, მაგრამ უჭკუო არა. აქედან სიკვდილს გაექცნენ. გასაგებია? სიკვდილს. შენი ხელიდან სიკვდილს. ჩვენი ბრალი არაფერია. ყველაფერი გითხარით. შენც ყველაფერი გითხარი. ახლა უფრო ხშირად შევხვდებით პანაშვიდებზე, საავადმყოფოებში. შევხვდებით. თავს გაუფრთხილდით. ოს ჩვენებს დაურეკე, ყველა სახლშია? გონი სახლშია. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა დერვიში. როგორ ხარ? კარგად? კარგად, კარგად. ჰალელ იბრაჰიმი როგორ არის? კარგად. კარგადაა. წავალ, ვილოცებ. კარგი. გამარჯობა. გამარჯობა დერვიში. ხოთ, დამეხმარეთ.
რა ხდება? დერვიში დაჭრეს. დერვიში დაჭრეს. ექიმო ღრმა ჭრილობაა, ბევრ სისხლს კარგავს. სასტრაფოდ საოპერაციო მოამზადეთ. ბევრ სისხლს კარგავს. ბინტი მომეცით. ტამპონი აქ დაადეთ. ინებეთ ექიმო. პულსი როგორია ექიმო? პულსი მაღალია. სწრაფად, სწრაფად. ბევრ სისხლს კარგავს. კარგად იქნება ძვირფასო ნუღელავ. ძმაო, ხომ თქვი, ჩემი ნებართვის გარეშე არავინ გასულიყო. ძმაო, თქვა რომ სალოცავად მიდიოდა და ვინ გააჩერებდა? მადლობა ღმერთს. ადამი იქ იყო და გადაარჩინა. იმ ნაბიჯვრებისთვის რომ არ ესროლათ, ბიძი ახლა მკვდარი იქნებოდა. ძმაო, პისტოლეტს რატომ ატარებ? თავდაცვის მიზნით ყოველთვის ვატარებ. თავს ვისგან იცავ? კაცმა ბიძია გადაარჩინა. იმედია არ დაკითხავ. კარგი, კარგი. ბიძიას ასე ვინ მოექცა? თანაც მეჩეთში. ვერ ხვდები ხალილ იბრაჰიმ. დერვის ვისთან რა ჰქონდა გასაყოფი? მას გასაყოფი არავისთან ჰქონდა. საქმე ბიძიას არ ეხება. საქმე მე მეხება. არ მესმის შენგან ვის რა უნდა? ექიმო, პულსი ეცემა. 2, 1. რა ხდება? რა ხდება? რაღაც ხდება. სწრაფად ბევრ სისხლს კარგავს. მზად ხართ? გთხოვთ, გადაარჩინეთ. არა, არ შემიძლია. კარგი, დამშვიდდი. ღრმად ისუნთქე, ისუნთქე. ღრმად ისუნთქე. მიდი ბიძია, მიდი, თვალები გაახილე. მიდი ბიძია, მიდი. პულსი აღდგა ექიმო. სწრაფად საოპერაციოში. მადლობა ღმერთს. მადლობა ღმერთს. ღმერთო. ძმაო. დამშვიდდი. ღმერთმა გაგახაროს. ძმაო, გადარჩება. გადარჩება. ღმერთმა გაგახაროს, ძმაო. კარგადაა. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მალე გამოჯამრთელებას უსურვებ. მადლობ. ადემ, აქ მოდი ძმაო. მადლობ ძმაო, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. ისეთი არაფერი გამიკეთებია ძმაო, ჩემ ადგილას ყველა ასე მოიქცეოდა. მადლობ. განყოფილებაში უნდა წავიდეთ, ჩვენებას მისცემ. პროკურორი ალბათ ჩვენს ნახვას მოისურვებს. ნერვიულობის მიზეზი არ არსებობს, არაფერი მოხდება. პრობლემა არ არის, გააკეთონ რაც საჭიროა. წავიდეთ ძმაო. შეხვედრამდე კაპიტანო. Baba, მამა,
დერვიში არ მომკვდარა. მეგანა მისი სიკვდილი მინდოდა, რომ დომებოდა, მკვდარიც იქნებოდა. ეს ვიცი, მაგრამ ვეგონა ვერ გაუძლებდა. როგორც გავიგე, ჩვენმა ადემმა დროულად მიუსწრო. რა სიტყვი? შენი აზრით ეს ნომერი გაჭრის? ადემს აიყვანე? რა სიტყვი? დერვის კარგად ვიცნობ. მას ვინც სიკვდილს გადაარჩინა, გვერდით დაიყენებს. ეს ასია, მაგრამ ჰალილ იბრაჰიმი, ოღუზი, ისინი ამანკეს არ წამოეგებოდნენ, მაგრამ რადგან ტრიბუნიდან უყვიროდი, ჩემგან სასიკვდილოდ დაარტყმას ელოდებიან. კიდევ დიდი ხანი ვერ მიხვდებიან, რომ დანას ზურგში მეჩავარტყი. ჩვენ ფულს რა ბედი ეწევა? ჩვენთვის უცნობია თუ ვინ იცის ეს ფული სად არის. ეს მხოლოდ დერვიშმა იცის. როცა დერვიში გამოჯანო მრთელდება, ადემს აჩვენებს სად არის ჩვენი ფულიკან. კაპიტანო, თვითმხილველია. ჩვენების მიცემისას განაცხადა, რომ ის დაზარალებულს არ იცნობს, რომელიც ლოცვას კითხულობდა და არც თავდამსხმელს, რომელსაც ესროვა. არც ერთს არ იცნობდა. ადგილობრივი ხარ? აქედან ვარ, მაგრამ აქ არ ცხოვრობ. ბიზნესი მაქვს აქ, რომელიც ბაბუასგან დაგვრჩა. აქ ამის გამო ჩამოვედი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ვიფიქრე, ლოცვას წავიკითხავ და სტამბოლში დავბრუნდები მეთქი. იარაღს რატომ ატარებ? მტრები ყავს? მტრები არ მყავს, კაპიტანო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ამიტომ ყოველთვის თან მაქვს. შესაძლოა იმ პიროვნებამ, რომელიც გადაარჩინე გისაყვედუროს, რატომ გადამარჩინე, მე ამ სამყაროს ადამიანი არ ვარჯობ და მომკვდარიყავიო, მაგრამ სწორად მოიქეცი. ყოჩახ. გმადლობ, კაპიტანო. ალიჯან, იანოს უთხარი, რომ მეგობარი ცოტა ხნით ჩვენი სტუმარი იქნება. როგორ სიტყვით მეთაურო? სტამბოლში თუ ვინმე გელოდება, უთხარი, რომ ცოტა ხნით ლოდინი მოუწევთ. როგორ სიტყვით, კაპიტანო? იონოს, ეს მეგობარი კიდევ რამდენიმე დღე ჩვენი სტუმარი იქნება, დაცვასთან მიიყვანე. როგორც მიბრძანებთ, კაპიტანო? კაპიტანო, პროკურორს დაველაპარაკოთ, იქნებ მოწმე გავუშვათ. აქ უნდა გვყავდეს? ალიჯან, რამდენი წელია ჩემ გვერდით მუშაობდა, პროდუქტიული ჯერ არაფერი გითქვამს. რატომ, კაპიტანო, რა გავაკეთე? მეგობარო, რა მიამედიხარ? ვიღაც უცხოს ესვრის, ვიღაც უცხოს გამო და მე აქ მშვიდად ძიხარ. ეს ნორმალურია? კაპიტანო, მის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი. როგორ შეიძლება თავს დაესხა ადამიანს, რომელიც მეჩეთში ლოცულობს? შვილო, ამისთვის გასწავლეს? ვნახოთ ადემს რისთვის ასწავლეს. გამომართვე. გმადლობ. ლიცია დერვიში, კარგადაა?
ხალილ იბრაჰიმი ცოცხალია? რეანიმაციაშია. კარგად იქნება. ბიძია დერვიში ძლიერია. არ მიგვატოვებს. გამოკეთდება. გმადლობ ზეინებ. ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს. გმადლობ. რა კარგია რომ მოხვედი. ბიძია დერვიში რომ გაიხვიძებს შენს გნახოს, კარგი იქნება. ჯობია ყველა ხალილ იბრაჰიმთან ერთად გნახოს. ნედავ მალე გაიხვიძებდეს. თუ საჭირო იქნება, მის გვერდით ვიქნები იქამდე, სანამ არ გამოჯამრთელდება. გმადლობ ზეინებ, მაგრამ ჩვენ ყველანი აქ ვართ. შენ უშეწუხდები. არ ვწუხდები დიდემ. ბიძია დერვიში მძიმე წუთებში ყოველთვის გვერდით მედგა. ბიძია დერვიშს ზეინეფი ძალიან უყვარს. ხალილ იბრაჰიმის მერე მისთვის ზეინეფი ყველაზე ძვირფასია. კარგი მთავარია ბიძია დერვიში გამოჯამრთელდეს. დანარჩენი მნიშვნელოვანი არ არის. მარტო მოხვედი? როგორც კი მომხდარის შესახებ გავიგე მოვედი. ქანი სად არის? ბიძია დერვიშს არ იცნობდა დიდემ. ქანს აქ რა უნდა? ხალილ იბრაჰიმ, ჩემი ძმა და ძმა დავუთი ქვემოთ გელოდებიან. შენი გამხნევება უნდათ. კარგი. კარგი. ზეინებ. გამოჯანმრთელდება. ბიძია დერვიში ძალიან ძლიერია. გამოკეთდება. ხო, გამოკეთდება. გამოკეთდება. ინებეთ? გმადლობ შოთა. გმადლობ. ყველაფერი ცუდი წარსულს შაბარდეს. გმადლობ. გმადლობ. ბიძია, დერვიში როგორ არის? მადლობა ღმერთს უკეთ. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მადლობა ღმერთს. ხალილ იბრაჰიმი როგორ არის? როგორ იქნება განადგურებულია? ცხადია განადგურებული იქნება. საშინელებაა, როცა შენთვის ძვირფას ადამიანს თავს ისეთ ადგილას ესხმიან, სადაც საერთოდ არ ელოდები. საშინელებაა. დერვიში ძველი ყაიდის კაცია, ღმერთმა გამოაჯანმრთელოს. ეს საშინელებაა, ვინც ჩაიდინა, ვინც უნდა იყოს ის, კაცრად დაისჯება. დაისჯება. ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს ყველა აგებს. მალე გამოჯანმრთელებას უსურვებ ხალილ იბრაჰიმ. მადლობ. ყველაფერი ცუდი წარსულში დარჩეს მაო. მადლობ. დავალ ნახავ. ზემოთ ვინმეს რამე ხომ არ უნდა. ძმაო, რა სიტყვი? ისკანდერი არა? ეს ამბავი რესტორანში მითხრა თითქოს კარგ ამბავს მოწყობინებდა. მითხრა ერთმანეთს საავადმყოფოებში, პანაშვიდებზე და აკრძალვებზე ხშირად შეხვდებითო. ერთი რამ ვერ გავიგე. რატომ ბიძია დერვიში? როცა შეუძლიათ წინიდან ესროლონ, უკნიდან რატომ ესვრიან? ფარულად. რატომ? ისინი ჩემს შეშინებას ცდილობენ. შენ არაფერს გიზამთ, მაგრამ ტკივილს შენთვის ძვირფას ადამიანებს მივაყენებთო. ტკივილს მომაყენებენ და მეც მივაყენებ.
მერე გადმოგირეკავთ. ახლა უნდა გავთიშვა. რა ხდება ჩემო ლამაზო? ახლა ვინ გაგაბრაზა? ვის უნდა გავებრაზებინე ბიძია? რა თქმა უნდა ზეინებს. ამის გაკეთებას ყოველჯერზე ახერხებს. ახლა ხალილთან დასაახლოებლად საბაბად მის ბიძას იყენებს. მას დერვიშთან წარსული აკავშირებს. დიდემ, ჩემო ლამაზო. ყველაფერზე ასე რატომ რეაგირებ? ცდილობ ეს გოგო ჩამოვიშორო, იც კი ყოველდღე ჩვენ წინ ჩნდება. დავიღალე. კარგი, მოდი ჩემთან. მოდი, ხავით გაგიმასპინძლდები. ბიძია შენთან კითხვა მაქვს. კითხე. ხალილ იბრაჰიმი და ზეინები ერთმანეთს რამე კონკრეტული მიზეზი დაშორდნენ? მიზეზი იცი? ბევრი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა, მაგრამ ჰალილ იბრაჰიმი გაშორებას არ აპირებდა. ბოლოს სასამართლოში რაღაც მოხდა და იქ მათ შორის კავშირი გაწყდა. სულ ეს არის, რაც ვიცი. კარგი, მაგრამ რა მოხდა? მიზეზს ვერ გამიგებ? ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. აქ რატომ დგახარ ზეინებ? ხალილ იბრაჰიმთან მიდი. სემა ფიქრობ დიდემი ხალილ იბრაჰიმთან ახლა მიმიშვებს? შენი აზრით სად გაიქცა? ეს ადრეს ასეთი მშიშარა იყო ედანურ? ალბათ დიდემის განადგურებას ნელ-ნელად ცდილობს და არა ერთბაშად. არა ზეინებ? გოგოებო, ჩემი მიზანი მათი დაშორება არ არის. ერთადერთი მიზეზი რისთვისაც აქ მოვედი. კარგი. რადგან მოხვედი, გვინდა სიკეთე გაგიკეთოთ. ხალილ იბრაჰიმთან ურთიერთობა მოაგვარე. რთულ მომენტებში ადამიანი უსუსური ხდება და უცვლელად გრძნობს თავს. იქნებ ხალილ იბრაჰიმიც ცოტა მოლბეს. ერთი რამ არ გესმით. მე და ხალილ იბრაჰიმი ერთად არასდროს ვიქნებით. იმიტომ არა რომ აღარ მიყვარს. იმიტომ რომ ორივე სხვადასხვა გზით წავედით. საიდანაც დაბრუნება შეუძლებელია. ამას რაც მალე შეეგუებით, მით ნაკლებად გაბრაზდებით. რატომაც არა, სანამ ცოცხლები ხართ, ნებისმიერი გზიდან შეძლებთ დაბრუნებას. დავაიში ვერ ხვდები? ძმა არ ხუმრობს. ყველაზე მთავარის გეტყვი. შვილების ნახვის საშუალებას არასდროს მოგცემს. ტყეში ვართ? რატომ არ მომცემს? თანაც მეურვეობა ჩემზეა. თუ მომინდება ვნახავ. პოლიციასთან ერთად იმ სახლში მივალ და ჩემ შვილებს წამოვიყვან. მაგრამ მათ ფსიქიკაზე ვფიქრობ და ამას ამიტომ არ ვაკეთებ. გონია რადგან მეურვე შენ ხარ, ფიქრეთ ლეტო ბავშვებს ვერ წაიყვანს? გეუბნები ყველაფერი რიგზეა ძვირფასო. მისი ცოლი მკვლელია, დედაც მკვლელია, თავადაც მკვლელია. აიშე კი მთელი ცხოვრების მანძილზე არავის უნდა შეხვდეს. არა? ასე არ მოხდება. არჩევანი თავად გააკეთა. ამიერიდან მეც იმას გავაკეთებ, რაც მომინდება. შენიცი, მე გითხარი. კი, მაგრამ დამლას თემა ასე სწრაფად რატომ დახურე? მართლა არ მესმის? არაფერი დამიხურავს. დამლაც დაისჯება და ნედიმეც. ასევე ნარგიზიც. იმის გამო, რომ ჩემს ძმას დაესხა თავს. ყველა ვინც მამა ჩემს ძმას თავს დაესხა. ველა პასუხს აგებს. იავუს რას უზამ? არ შეურიგდები? არ ვიცი, შეურიგდები თუ არა, ვნახოთ. ნახოთ როგორ მოიქცევა. როგორც ყველა დანარჩენს. დედა, კეთილი იყო შენი მოსვლა. გმადლობ, შვილო. მამა ნახე როგორ არის? ნახე, შვილო, ნახე. მოდი. მამა შენი კარგად არის, მაგრამ დერვიში დაჯრეს, თანაც მეჩეთში. რა ხდება არ მესმის? მამა შენისთვის მინდოდა მეთქვა, რომ გარეთ არ გასულიყო. ღმერთო შენ გვიშველე. ჩემი შვილები როგორ არიან? კარგად, ცუდად რატომ უნდა იყვნენ, მამის გვერდით არიან. დედინაცვლის ატანა როგორია? ჩვენ აქ საქმე დამლასთან გვაქვს. იმ ბავშვებს როგორ შეიყვარებს. ვისი დედაც ძულს. დამლა ჩემ შვილებს ალმაცერად ვერ შეხედავს. ახლა ფიქრეთ თავსაჩვენებს, ვითომ ბავშვების მიმართ კეთილგანწყობილია. ნუ ღელავთ.
რა მოხდა შვილო? რატომ უხრავ? არ ვიცი, დამლასთან რა იქნება. ამაზე მისმა ქმარმა იფიქროს შვილო. დედა ადრე ამ სახლში ერთად რომ არ გვეცხოვრა, ჩემთვის სულ ერთი იქნებოდა, მაგრამ გუშინ ქორწილი იყო, დღეს კი უკვე ყველაფერში ერევა. შეიძლება საბარძელი გამოვცვალოთ ელიფ. ოთახები ხომ არ შევცვალოთ ელიფ. ყველაფერს იწუნებს. ახალი რძალია შვილო, ცდილობს გვაჩვენოს, რომ ფიქრეთ ლედოს ცოლი ახლა ის არის. კარგი, როცა თქვენთანაც ასე მოიქცევა, ეცადეთ დადებითი რეაგირება მოახდინოთ. ელიფ, ყავა მოგვიდუღე. ცოტა ენა დაიმოკლე. ნედიმე. დამლა თუ გაიგებს? რა? მამაზე. ბერასდროს გაიგებს საკინე. ჩვენ არ ვეტყვით, მაგრამ ვიღაცისგან აუცილებლად გაიგებს. ფიქრეთან ზინავს და აღჭობს. ის ხომ ნარგიზის შვილია. ეძინოს. ჩემს ფიქრეთ სანამ დაქორწინდებოდა, ყველაფერი მოფიქრებული ქონდა, არ ინერვიულო. არაფერია. ჩემს ქმარს რა აქვს მოფიქრებული დედა ნედიმე? ყველაფერი. ხედველობაში მქონდა, რომ ყოველთვის ყველაფერზე წინასწარ ფიქრობს, გეგმებს წინასწარ სახავს, ყველაფერს აანალიზებს. ხო, რა თქმა უნდა. რა ხდება შვილო? გადიხარ? საყიდლებზე მიდიხარ? არა, ბიძე ჩემი მოვიდა. წავალ ნახავ, ბიმბიძე შენი. მითხათი. ის დაგრძელვაზეც არ მოსულა, ახლა რატომ მოდის? წავალ და გავარკვევ. გავიგებ. დედამ დაიბარა თუ თვითონ მოვიდა. ელიფ, შენს ქმარს უთხარი, რომ ჩემი მანქანა გამოიყვანოს. ჩემი ქმარი არ არის დამლა, საავადმყოფოშია. ფიქრეთთან ერთად წავიდა, ზეინებთან ერთად. კარგი თუ ასეა, თვითონ მივხედავ. თუ შენთვის რთულია, მანქანას მე გამოვიყვან. არა, ელიფ, მე მივხედავ. გმადლობ, შრომა შეგიმსუბუქდეთ, ნახვამდის. მითათი ღა გვაკლდა. ის ღვთის სასჯელი ახლა რისთვის მოვიდა? რისთვის მოვიდოდა? ფიქრეთის წინააღმდეგ რომ წავიდეს. ფიქრობ მას ნარგიზმა დაურეკა. არა, დურსუნს არ ვიგლოვებ. მაპატი ედეშვილო. მითათ. კარგი დაო, ისეთი რა ვთქვი. ჩვენმა ოჯახმა იგლოვა და მე როგორც ამ ოჯახის უფროსი ბიძია, გირჩევ რჩევების მიცემისგან თავი შეიკავო. იავოს დიშვილო, განა ეს ტყუილია? მე რომ არა, მამა თქვენი შიმშილით მოკვდებოდა. წარსულს ნუქეკავ. ვერ გაუნკლავდები. რომელ წარსულზე მელაპარაკები დაო? მაცადე რომ ყველაფერი ღია ფურცლიდან დავიწყო. იავოს, ისკანდერი რას ამბობს? რას ეტყვის? ამბობს გავერთიანდეთ, პარტნიორები გავხდეთო. ცხადია იმის გამო, რომ მე დიდად ვერ გადავწყვიტე, ამბობს, რომ ფიქრეთს ან ჩამოახრჩობს, ან დანით დაჭრის. ისკანდერი არაფერს იტყვის, არ გამოჩნდება. ცხოვრებაში მისნაირი ადამიანი არ მინახავს. იევოზი ფიქრეთის დაზე დაქორწინდა, დამლაგი ფიქრეთს გაყვაცოლოთ. ღია დაპირისპირება არასწორი იქნება. რა კარგად თქვი დაო, რა კარგად თქვი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ახლა ოჯახის უფროსი მე ვარ. ფიქრეთთან ღია დაპირისპირება შემიძლია და ისკანდერთან ღია მოლაპარაკებების წარმოებაც. ვერავინ ვერაფერს მეტყვის, ვერავინ ვერაფერს გამიკეთებს. ასეა. დამლა მოდის. მან რამე იცის? მან არაფერი იცის. დაიჯერებს, რომ ფიქრეთი ასეთია. კითხვა მაქვს. აიშესთან რა მოხდა? აიშესთან რა საქმე გაქვს? ახლა ეს ჩვენი სალაპარაკო თემაა? ღმერთო ჩემო, რადგან განქორწინებულია, ვიფიქრე, მოვსინჯავდი. რა მოხდა დაო? რა მოხდა? სანამ ფიქრეთს გაყვებოდე ცოლად, მაშინაც ასე ჯიკჯიკებდი. და ახლა ციგივე საგრძელებ მითად. ბიძია? ბიძიას ვარდო. კეთილი იყო შენი მოსვლა, ბიძია. გმადლობ, ჩემო დამლა, ჩემო დიშვილო. ჩემო ლამაზო. შენზე ნაწყენი ვარ. განა შეიძლებოდა ქორწილში ბიძა არ დაგეპატიჟებინა. ხო მიცი რომ ნაჩქარებად დავქორწინდით. თითქოს რომ დამეპატიჟე, ჩამოხვიდოდი. ამას უყურე. რა თქმა უნდა მოვიდოდი და ამ ქორწილს ჩავშლიდი. თავის დროზე დედა შენმა არ დამიჯერა და მამა შენს გაჰყვა ცოლად. მაგრამ არაფრით დაუშვებდი, რომ ჩემი ერთადერთი დიშვილი ამ იდიოტ ფიქრეთს გაჰყოლოდა ცოლად. გასაგებია? ამას არ დაუშვებდი. ბიძია. მერთო ჩემო. შვილო დაფიქრდი, კაცმა რომელმაც აიში არ დააფასა, შენ დაგაფასებს?
ისევ აიშეზე ლაპარაკობს. ისევ აიშეზე ლაპარაკობს. კარგი, თქვენ უჩაერებით. თქვენ საქმეებს მიხედეთ. ბიძიას ვარდო, როგორც ჩანს, კიკების ოჯახთან კარგი კავშირები გაქვს. ის ხალხი რა შეგჯერდება? ღმერთმა დასაჯოს. ის ხალხი ყოველთვის მჭირდება დაო. ნიადაგის მომზადება საჭირო. ნიადაგის მომზადება.